ძალიან მიხარია რომ ეს ინტერესი არის და სიამოვნებით გავმართავ. კონკურსში გახდი ბესტსელერის ავტორი, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას 21 ასაკის ზევით, 21 წლის ასაკის ზევით. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უყვარს წერა, რომელსაც ეს არის სასიცოცხლოდ და საარსებოდ და სასურთქად მნიშვნელოვანი რამ და რომელიც წერს, რომელსაც უკვე შეუქმნია, შეიძლება სხვა შორის ეს არ არის თავარი რომ იყოს ახალბედა და დამწყები ავტორი, შეიძლება იყვნენ უკვე გამოცდილი ავტორები, რომლებსაც გამოუციათ სხვა წიგნები ან დაბეჭდილ პერიოდიკაში, მნიშვნელობა არ აქვს, არანაირი სხვა შეზღუდვა არ არის ასაკობრივის გარდა. მოთხრობების კრებული და რომანი ყველას ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოგზავნოს ამ ჩვენს პლატფორმაზე. ტექსტის რა მოცულობა, რა ნაწილი უნდა იყოს უკვე შესრულებული იმისთვის, რომ შეძლო მონაწილეობა კონკურსში? კი ბატონო, ჩვენი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ეს არის ის დიდი გადარჩევის ეტაპი, რომელზეც კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს 30 გვერდამდე მაინც ტექსტი, თუ მოთხრობების კრებულია ერთი მოთხრობა მაინც დასრულებული სახით და სინოფსისი ასევე და თავისი წესრიგსა და პირობებში, რომელიც პალიტრა LG-ზე არის გამოქვეყნებული. ყველა დეტალი განმარტებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურსანტები ამას ყურადღებით მოეპყრონ, იმიტომ რომ ეს წესები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში განაცხადი იხსნება კონკურსიდან. საჭირო არის ესე იგი როგორც ვამბობდი ტექსტი, სინოფსისი, ინფორმაცია მის შესახებ, ავტორის შესახებ, აუცილებლად აქვს თუ არა გამოცემული რამე და რაც თავარია, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტექსტი, რომელიც შემოვა კონკურსზე, არ უნდა იყოს არსად მანამდე გამოქვეყნებული. რა კრიტერიუმებით ხდება შემდეგ უკვე ტექსტის შეფასება? პირველი კრიტერიუმები რა? ტექსტს აფასებს კვალიფიციური და ძალიან მაღალი სტანდარტის ჟიური. მე შემიძლია თამამად უთხრა ყველა მონაწილეს დავამშვიდო, დავაიმედო და მივცე ამის გარანტია, რომ მათ ნამუშევრებს შეაფასებს ძალიან მიუკერძოებლად, სრულიად მიუკერძოებლად, უბრალოდ კვალიფიციური ჟიური. ჩვენ ჟიურიში ყოველწლიურად არის 3 პროფესიონალი, ეს შეიძლება იყოს მოქმედი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი და ასე შემდეგ. 3 ძალიან კვალიფიციური ადამიანი არჩევს ამას. გამომცემლობა არ ერევა ამ არჩევანში, ესეც შემინდა ძალიან ხაზგასმით თქვა. ეს არის ჟიურის არჩევანი, ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილება, რომ აი ამ ამ წიგნების, ამ ტექსტების შერჩევაში პასუხისმგებლობა მთლიანად არის ჟიურიზე, რომელსაც ძალიან ვენდობით და რომელსაც არც ერთხელ აქამდე ჩვენი მოლოდინი და იმედი არ გაუწვილებია. და რამდენადაც უცე ჟიურის წევრთა ვინაობა პირველ ეტაპზე მაინც კომპეტენციურია რა? დასრულებამდე ჟიურის წევრთა ვინაობა დახურულია, ამას არ ვამბობთ, ვამხელთ შემდეგ, როდესაც ვაცხადებთ გამარჯვებულებს. აქ ასეთი პრინციპია, რომ არჩევა ხდება ორი გზით. ხმის მიცემით, რომელიც ღიად ჩვენს ვებგვერდზე მიმდინარეობს, ღია არის აბსოლუტურად და მეორე ორ ავტორს, ორ გამარჯვებულს ირჩევს ჟიური. და ეს ორი გამარჯვებული რომ გამოცხადდება, ის როგორც თქვი, ის პირველია ხმის მიცემით, ის პირდაპირ უყურებს ადამიანის თვალსადევნებს ხმების რაოდენობას და ასე შემდეგ და ჟიური არის დახურული არჩევანი და ეს გამოქვეყნდება და მაშინ ვაცხადებთ ჟიურის შემადგენლობასაც. ქალბატონ მეია, პირველი ეტაპიდან მეორე ეტაპზე რამდენი ნამუშევარი, რამდენი ტექსტი გადადის? კი ბატონო, ჩვენი წესების მიხედვით პირველ ეტაპზე ხმის მიცემით გადადის ავტომატურად 10, რომელმაც ყველაზე მეტი ხმები მიიღო და ჟიური არჩევს მაქსიმუმ 10. შეიძლება არჩევს 5 და არ გადაიყვანოს მეტი, შეიძლება არჩევს 2, არ ვიცი. იმიტომ რომ გაჩნია როგორია ნაკადი, როგორი განაცხადების შემოვა და რამდენი საინტერესო. ანუ ჟიური არ არის ვალდებული, რომ მაქსიმალურად აუცილებლად 10 ავტორი შეარჩიოს. მას აქვს შესაძლებლობა, რომ 10-მდე მაქსიმუმ 10 ავტორი გადაიყვანოს მეორე ეტაპზე და მინდა გითხრათ, რომ ქონია შემთხვევები, როდესაც მართლა არ გადაუყვანია 6-ზე, 7-ზე მეტი. ასეთი შემთხვევებიც არის. იმის მიუხედავად, რომ ეს ნაკადი დიდია ხოლმე, არ მიჭირს და არ მეუხერხულება ამის თქმა, რომ ხარისხი ყოველთვის არ არის ისეთი, რომ მაგმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რომ შენი ნამუშევარი გამომცემლობამ
გამოსცეს და მიაწოდოს მე თავის მკითხველს, რომელიც ნდობით ეკიდება მის არჩევანს. ჩვენ შესავალში ვახსენეთ კონკურსის მიზანი, ის რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი ავტორებისთვის გამოჩნდნენ, გააცნონ თავიანთი ტექსტები საზოგადოებას. როგორი შედეგებია ჩვენად? ერთი რამდენად დიდი არის ინტერესი და გამბედაობაც ავტორების მხრიდან, რომ მიიღონ ამ კონკურსში მონაწილეობა. მერიმება ეხა რაც არ გვაკლია ეს გამბედაობა. კონკურსზე არის ძალიან დიდი ინტერესი და ძალიან ბევრი განცხადი შემოდის. აი ძალიან ბევრი პირველივე გამოცხადების დროს, ანუ 7 წლის წინ პირველად რომ გამოვაცხადეთ, როდესაც არავინ არაფერი არ იცოდა ამ კონკურსის შესახებ, 300-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. აი ნუ უკომენტარო ამბავია პრაქტიკულად, ხო? ანუ ინტერესი არის ძალიან დიდი და შედეგებიც საკმაოდ სოლიდურია, მინდა გითხრათ. ანუ დღეისათვის ჩვენ ამ წლების განმავლობაში წელს 5-ით გამოვაცხადეთ. აი ამ წლების განმავლობაში გამოვეცით 22 ავტორის წიგნი. მათ შორის არ იყვნენ მხოლოდ დებიუტანტები, იყვნენ ისეთი ავტორები, რომლებსაც გამოცემული ჰქონიათ მანამდე წიგნები. ამ 22 ავტორიდან რა მივიღეთ, სხვაშორის ჩვენმა გამარჯვებულმა ავტორებმა რამდენიმე შემდეგ დაიმსახურა ლიტერატურული პრემია ლიტერა, არაერთი მოხდა ლიტერატურული კონკურსის საბას დებიუტანტების მოკლესიაში, გამარჯვებამდე ვერ მივედით სამწუხაროდ, მაგრამ იყო ასეთი კარგი შანსები, ძალიან კარგი ავტორები აღმოჩნდნენ ამასობაში. აღმოჩნდა რომ არის ასეთი ხალხი, რომელსაც სჭირდება რაღაცა პლატფორმა, რაღაცა გზა, რაღაცა ბიძგი ხელშეწყობა და ვინ როგორ გამართლებს შემდეგ თავის სამწერლო გზას, როგორ გააგრძელებს, ხო ეს არის უკვე მომავლის საქმე და ამას შევხედავთ, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ ისეთი წარმატებული პროექტია. იქიდან გამომდინარე, რომ რომანებითაც შეუძლია ადამიანს მონაწილეობის მიღება და მოთხრობების კრებულითაც, აი თუ არის შედარების საშუალება, რომელი მეტი შემოდის. ზოგადადაც თითქოს ისეთი არის სურათი, რომ რომანი მეტი იწერება, რატომღაც, ვიდრე მოთხრობების კრებული. ასე არის ამ კონკურსის შემთხვევაში. კი, აბსოლუტურად გეთანხმებით და სრულიად შეგნებულად დავამატეთ, სხვა შორის 2 თუ 3 წელია, რაც დავამატეთ მოთხრობების კრებული, სრულიად შეგნებულად, იმიტომ რომ ამ ჟანრს მართლა სჭირდება ასევე ბიძგი, თითქმის კრება შეიძლება ითქვას, ძალიან მცირე რაოდენობით, რატომღაც მართლაც, თუმცა რატომღაც არა, მოთხრობა ძალიან რთული დასწერია, მოთხრობა ძალიან რთული ჟანრია, კი ბატონო. მეტი შემოდის რომანი, ერთეულები შემოსულა ჩვენთან კონკურსზე და სამწუხაროდ არ მოხდა ისე, რომ მათ მოლოდინი დააგმაყოფილეს, ასე ვთქვათ და ჯერჯერობით ვერ ავარჩიეთ ეცეთ მოთხრობის კრებული სამწუხაროდ. ბოლო კითხვა მაქვს ქალბატონ მაია, პირველ ეტაპზე ავტორმა უნდა წარადგინოს ტექსტის გარკვეული ნაწილი და საბოლოო ვერსია უკვე ტექსტის დასრულებული ფორმა, როდის უნდა მოგაწოდოთ? რა დრო აქვს მას? აი მეორე ეტაპზე გადასულიერობა ირჩევა ის მაქსიმუმ 20, ხო, აი მათევალებად უკვე რომ სრული ტექსტი გამოგზავნონ. დასრულებული ტექსტი, ეს ამისათვის მათ აქვთ დაახლოებით თავიანთი განაცხადი შემოტანიდან, ალბათ თქვენ ახევრის, არ ვიცი ახლა ზუსტად თარიღები როგორ არის, ყოველ შემთხვევაში ახლა 6-ში მთავრდება განაცხადების მიღება და ადამიანი მარტო იმიტომ ხო არ წერს, რომ კონკურსზე შემოიტანოს, თუ ეწერებათ, კი ბატონო, და დაასრულებენ, დაამთავრებენ და ისედაც არ ვემხრობი იმას, რომ დაჩქარები ფაცი-ფუცი დაწერილი ტექსტები შემოიტანონ. ეს არც საკუთარ თავს არ უნდა აკადრო ადამიანმა და არც მკითხველს და არც გამომცემლობას, მე ასე მგონია, თუ და მკაცრ განცხადებებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეს ვატყობ, რომ საჭიროა.